საქართველოში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე ზვიად გამსახურდია 1991 წლის ზაფხულში ასეთ თუ ისე ვითარების განმუხტვა შესძლო. გარე ოპოზიციამ ეგრეთ წოდებული მკვდარი სეზონი გამოაცხადა და მოსახლეობას სექტემბრამდე დაემშვიდობა. ამდენად ქვეყანაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის განახლების მიზნით რაიმე ექსცესის აუცილებლობა გაჩნდა. ასეთი პრეცედენტი 2 სექტემბერს კინოს სახლთან ოპოზიციის, კერძოდ კი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ ორგანიზებული ტრადიციული საინფორმაციო მიტინგის დარბევით შეიქმნა, რის შემდეგაც საქართველოში მართლობი ქაოსი დაიწყო. ჩვენ აპრილის თვიდან ყოველ ორშაბათს კინოს სახლთან ვაწყობდით საინფორმაციო მიტინგებს. ყოველ ორშაბათს. შესაბამისად 2 სექტემბერი იყო მორიგი ორშაბათი, ასე რომ არავისთვის არ იყო არც მოულოდნელი, არც გასაკვირი, რომ იმ ორშაბათს ჩვენ ვიყავით კინოს სახლთან. ეს საინფორმაციო მიტინგი, რომელიც 2 სექტემბერს გაიმართა, იყო პირველი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. ივლისის ბოლოს ჩვენ გამოვაცხადეთ ერთგვარი ტაიმ-აუტი, იმიტომ რომ აზრი დაკარგა იმ პერიოდში რაღაცნაირად ხალხის რაოდენობა შეეთხელდა ამ საინფორმაციო მიტინგებზე და ჩვენ იძულებული გავხდით რომ გამოგვეცხადებინა ტაიმ-აუტი და ივლისშივე გავაკეთეთ განცხადება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შემდეგი საინფორმაციო მიტინგი გაიმართებოდა 2 სექტემბერს. ანუ ჩვენ 2 სექტემბერს როდესაც შევიკრიბეთ, არაფერს არ ვამთხოვდით ამას. 1991 წლის 2 სექტემბერს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური დელეგაცია სტუმრობდა. კინოს სახლთან რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეცდანიშნულების რაზმმა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას ტრადიციული მიტინგის ჩატარების საშუალება არ მისცა, რის გამოც მათსა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ის რაც დაშინდელმა ხელისუფლებამ და კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ამ აქციის წინააღმდეგ, ეს იყო თავდასხმა, ძირითადად ომუნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ამ თავდასხმაში. ეს იყო სისასტიკით გამორჩეული და თანაც უპრეცედენტო იყო იმ პერიოდისთვის. ასეთი რამ იყო, იქ რამდენიმე გასროლას, რა თქმა უნდა, არა ადამიანების მისამართით, მაგრამ კედელზე შეგნებული გასროლა, ვთქვათ, შიშის და პანიკის გამოწვევის მიზნით და დიდ არეულობაში გადაიზარდა ეს ყველაფერი. ეხლა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამსახურდიას ხარდაჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილიც კი იყო გაოგნებული ამით, იმიტომ რომ ისინი თვლიდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებს ასეთი რამ არ უნდა დაეგეგმათ და არ უნდა ჩაეტარებინათ. და მოვიდოდი და ჩვენ სიტყვა, ჩვენ რაც წამდა, რაც ჯეროდა, რა შეიძლება ვწდებოდით, მაგრამ ჩვენ მივიდოდით და ვიტყოდით ამ ჩვენ სიტყვას. და ეს იცოდნენ. შეიძლება ბუნებრივი ძალებმა, ხელისუფლების ძალებმა, იმიტომ რომ სხვა ძალას ხوار მოუხდენიეს. ხელისუფლებაში არსებულმა ძალებმა და ეს ძალები პოლიციის სახით გრუსანი იყო შეკრული იმდენდელ სუკთან თუ რასთან, ამის შესახებ მე ინფორმაცია არ გამაჩნია. ასეა თუ ისე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკის კონგრესის ვაჭრობის ქვეკომისიის თავმჯდომარე სემ გიბსონი 2 სექტემბერს დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების სახელით ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი მიტინგის დარბევის თვითმხილველი გახდა. გასავლელი კონგრესმენების შესახებ კონგრესმენები აქ იყვნენ, იმიტომ რომ მაშინ საინფორმაციო და პლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება ცოტა სხვანაირად ესმოდათ იმ დროინდელ ხელისუფლებას. კონგრესმენების შესახებ გავიგეთ, როცა დაგვარბიეს მას შემდეგ, როცა მოგვადგნენ მიტინგზე ეს კონგრესმენები. Ревас Хейдзе, Георгий Чантурия, Георгий Хайндрава, Нодар Натадзе сделали сегодня попытку дестабилизировать обстановку в городе. Они перекрыли движение в центре, что не допускается ни в одной цивилизованной стране. Если мы прибегали к подобным методам в коммунистическом государстве, то это было вызвано тем, что Грузией правила вражеская сила, неконституционная узурпаторская власть. И против нее мы использовали любые методы. Но сегодня действовать так против законной и всенародно избранной власти совершенно недопустимо. Милиция не позволила им действовать так, и они напали на милицию. 9 милиционеров ранено, есть ушибы. Пострадало также несколько граждан, но следствие разберется, кто как и от кого пострадал.
Бронежилеты милиционеров изрешечены пулями. И в ближайшее время вы увидите это по телевидению. Эти эксцессы имеют цель сорвать дипломатическое признание Грузии во всем мире. И, конечно же, инспирированы Кремлем и его агентурой в Грузии. Поэтому я призываю вас, призываю всю Грузию осадить изменников, дать им достойный отпор. ეს იყო მოსკოვიდან მართვადი ქაოსი. სხვათა შორის იმ დღეს ამერიკელი კონგრესმენების დიდი ჯგუფი იმყოფებოდა თბილისში და აკაკი ასათიანი ბრძანდებოდა მოსკოვში მოლაპარაკებაზე სწორედ ამ ცნობის და ამ საკითხებზე. თვითონ რადგან აკაკისაც არაერთხელ უთქვამს, რომ აი პირდაპირ აჩვენეს ეს კადრები და მითხრეს აი თქვენთან როგორ შეიძლება აგება ესეთი ურთიერთობების. და რაც მთავარია აჩვენეს იმ ამერიკელ კონგრესმენთა და დიდ ჯგუფსაც, როგორც გითხარით, ეს ქაოსი. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მომიტინგეები აშკარად პროვოკაციაზე მოდიან და თავს ესხმიან პოლიციას. პოლიციელები უკან იხევენ, იგერიებენ და ამ დროს გაისმის სროლისხმა. მე კარგად მახსოვს, არაერთხელ მაქვს ნახე შემდეგაც ეს კადრები, მაგრამ მაინც დაუშვებელია, რომ რუსთაველის პროსპექტზე დღის მთელი ქვეყნის დასანახად არბევს მიტინგს. შემდეგ რა თქმა უნდა, რამდენიმე თვის შემდეგ მიტინგებს კი არ არბევდნენ, არამედ ხვდებდნენ, მაგრამ ამის გამო არავითარი სისხლის სამართლის საქმე არ აღზრულა და არავინ არ დაუშია. ზუსტად გამსახურდია თვითონ იყო აღშფოთებული ამ დარგვევით და იქ თანამდებობიდანაც მოიხსნა რამდენიმე კაცი ამ ამბავთან დაკავშირებით. გადააყენა მან ქალაქის პოლიციის უფროსი ალეგო მიქაბერიძე და გამოძიება დაიწყო, მაგრამ შემდეგ ისე წარუმართა მოვლენები, ვინ გამოიძიებდა უკვე იმდენი ახალი ფაქტები და ახალი მძიმე მოვლენები გადაეხლართა ერთმანეთს. მე ვფიქრობ, რომ ის გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებოდა და ალბათ ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ ეს ვიმეორებ თვითონ ხელისუფლების შიდა ძალების მიერ იყო და საერთოდ დაგეგმილი და განხორციელებული და საერთოდ ესე სულ გამსახურდიას გაცილებით უფრო მეტი საფრთხეები და შემდეგმა მოვლენებაც აჩვენა შიგნიდან უფრო ემუქრებოდა ვიდრე გარე ოპოზიციიდან. და ვიმეორებ, რომ ჩვენთვის ეროვნული დემოკრატიული პარტიისთვის და გია ჭანტურიასთვის და იგივე მინდა გითხრათ სხვა ორგანიზაციებზეც, იგივე ირაკლი წერეთელზე, იგივე თამარ ჩხეიძეს და სხვა არანაირად არ იყო დაუშვათ ზუსტად გამსახურდიასთან დაპირისპირება უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ქვეყნის პრობლემები. Мы против Государства не потому, что мы не согласны, а он принципиально неприемлем для нас. Принципиально. უშეცდომ არავინ არ არის ამ ქვეყნად და მე ვერ ვიტყვი, რომ ახლა უშეცდომი იყო ის ხელისუფლება, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ოპოზიციის სურვილი იყო არა თქვათ პრეზიდენტის მოქმედება ყოფილიყო უფრო ელასტიური, თქვათ უფრო დიპლომატიური და მეტი სარგებლის მომტანი, ეს მიზანი არ ქონდა ოპოზიციას. ოპოზიციის ერთადერთი მიზანი იყო ზვიად გამსახურდიას დამხობა. აქციის დამრბევ თანამდებობიდან მოხსნილ მაღალჩინოსან პოლიციელთა რეაბილიტაცია ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობისთანავე მოხდა. ზოგიერთი დააწინაურეს კიდევაც. იქამდე კი ეს ჯგუფი ანტისახელისუფლებო ბანაკს შეუერთდა. ეს არის რაღაც სენი ეთყობა, არ მინდა ვთქვა ჩვენი ეროვნული, მაგრამ ხედავთ ხშირად განაწყენებული ხალხი სადაც მიდის დღესაც. ამასობაში დასავლეთისა და განსაკუთრებით რუსეთის ანტიზვიადისტურად განწყობილი მედია საშუალებებისათვის საკმაოდ ხელსაყრელი დრო დადგა.
ახლა რუსული ტელეარხები არა ეთნოკონფლიქტებს, არამედ დიქტატორად შერაცხულ ზვიად გამსახურდიას დაპირისპირებას აშუქებდნენ საკუთარი ქვეყნის ეგრეთ წოდებულ დემოკრატებთან, რომელთა ინტერესებსაც აწუყე გამსახურდიასაგან განდგომილი შეიარაღებული გვარდია და მისი სარდალი თენგიზ კიტოვანი იცავდა. იქნებით ძალიან ახლოს დღესთან ერთად დემოკრატიულ ძალებთან. თუ კიდევ ერთხელ მოხდა დარბევა ვირვესი ვთითებათ ჩვენ ეს ჩვენ შემოვართ უკვე არა მოვართ ჩვენ დეპარტამენტთან აპეტან თავის სასახლეს ვეჭრებით ძერ გასახურდია. რა თქმა უნდა ეს კარგად გამოიყენა ოპოზიციამ, იმიტომ რომ ოპოზიციას ჰქონდა საერთაშორისო მხარდაჭერა, მოსკოვიდან მხარდაჭერა. ამის შემდეგ უკვე საკავშირო ტელევიზიაში გამოდის ედუარდ შევარდნაძე, გამოდიან სხვები და აი ხედავთ რომ საქართველოში როგორც ვამბობდით, დიქტატურა უკვე აშკარად ძალას იგროვს და რა თქმა უნდა ოპოზიციამ ისარგებლა, ოპოზიციამ თავის მიერ დადგმული სპექტაკლით ისარგებლა და დაიწყო ყოველნაირი მეთოდით ზვიად გამსახურდიას დისკრედიტირება. ინფორმაციის გავრცელების მთავარი წყარო იმ პერიოდში საქართველოში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტებისა და ერთადერთი სახელმწიფო ტელევიზიის გარდა ოპოზიციური პარტიების ლიდერები იყვნენ, რომლებიც მოსკოვსა და იქ განლაგებულ დასავლეთის ქვეყნების საელჩოებს ხშირად სტუმრობდნენ და მათივე მტკიცებით მსოფლიოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ობიექტურ ინფორმაციას აწვდიდნენ. მოსკოვის სიარული სულაც არ ნიშნავდა რუსეთში სიარულს. მოსკოვის სიარული იყო პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ურთიერთობას. საქართველოში მაშინ საელჩოები არ არსებობდა მედია საშუალებების წარმომადგენლობები, სააგენტოები და ელემენტარულად ჩვენ ამ ურთიერთობის ერთადერთი გზა გქონდა, რომელიც იყო მარშრუტი თბილისი-მოსკოვი. ეს იყო ჩვენი იძულება და ბუნებრივია რომ ამას ვიყენებდით მაქსიმალურად ინტენსიურად და ედეპრე გამოირჩეოდა თქვენ კარგად იცით ამ უცხოელთან მუშაობის თვალსაზრისითაც სხვადასხვა დანარჩენთან ერთად. ძალიან ხშირად დავდიოდით არა მარტო გიაჭანტური, არამედ ჩვენ პარტიის წევრებიც BBC, CNN, New York Times, Washington Post ყველა წარმომადგენლობა ყავდა მოსკოვში და ასევე ძირითადი კონტაქტი ჰქონდა ამერიკის საელჩოსთან. როდესაც მიწევდა როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს თქვათ ვიზიტები რომელიმე სახელმწიფოში, თითქმის ყველგან პრესაში ხვდებოდა ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ბევრი ინფორმაცია და ძირითადად ავტორი ამ ინფორმაციისა იყო გიაჭანტურია, როგორც გიაჭანტურია გვატყობინებს, სულ ესე იყო სტატიები და ეს ინფორმაცია აბსოლუტურად ემთხვეოდა იმ ინფორმაციას, რომელსაც რუსეთი აღწევდა აქ მიმდინარე პროცესების შესახებ. ისე რომ ეს დამთხოვების შემთხვევით არ უნდა იყოს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ცნობილ მაშინ გადაღებულ ამ პრაღის 24 რეზოლუციას, რომელიც ედეპემ მიაღებინა მაშინ პრაღაში, სადაც ნათქვამი იყო ძირითადად რომ ქართველები უწყობენ გენოციდს ოსებს. სწორედ ამგვარ ფაქტებს უკავშირდებოდა 16 სექტემბერს გიორგი ჭანტურიას დაპატიმრება, რომელიც საკმაოდ უჩვეულო ვითარებაში მოხდა. მოსკოვში მიმავალი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და მისი მეუღლე ხელისუფლებამ მაშინ ჰაერიდან მოხსნა. თვითმფრინავი აფრინდა რამოდენიმე საათში ვიგებთ, რომ გიორგი ჭანტური არის დაპატიმრებული. ანუ თვითმფრინავი ტუას 54, რომელიც იყო მთლიანად სავსე გზავრებით, სავსე ავზებით, რამოდენიმე წუთში პირადად პრეზიდენტის ბრძანებით იქნა მობრუნებული და რამდენადაც ეს ჩემთვის ცნობილია, ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, როდესაც სავსე ავზებიან თვითმფრინავი უკან და გზავრებით სავსე თვითმფრინავი უკან ჯდება ისევ აეროპორტში, იმიტომ რომ არის საშიშროება აალების და აქედან გამომდინარე ამ სავსე ავზების აფეთქების. ანუ არ დაერიდა ხელისუფლება იმასაც, რომ კაი გიაჭანტურია არ მოგწონს ან მოღალატებული თუ რათული დამნიშნულობა აქვს და ეს ხალხი საფრთხეში ჩააგდო. ის რაც მოხდა ის 2 სექტემბერს და შემდეგ რაც მოხდა, ეს ამ ორი სახელმწიფოს შეთანხმების შედეგი იყო.
დიქტატორია თუ არ არის დიქტატორია, საერთოდ როცა უნდა თუ გავშან კაცი, გინდა დიქტატორს დაუძახებინა, ირა კაცის ყვლებს და ის კაცი ჭამიას. მაგრამ აღარ უნდა და ამიტომ მისი ბედი გადაწყვეტილი იყო. როგორ მოხდებოდა ეს უკვე დროის ამბავი იყო. ჩემთან რედაქციაში მოდიოდნენ ჩემი ახლობლები ნაცნობები, რომლებიც იყვნენ ოპოზიციურ პარტიაში და ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ შემოდგომაზე ჩვენ დავამხობთ ზვიად გამსახურდიას და მაინც და მაინც მოიკლავ თავს ზვიად გამსახურდიას ერთგულებით. ასე მოუბნებოდნენ. მე მიგვირდა გულწრფელად რომ ვთქვა და მხოლოდ ღიმილით ხვდებოდი ამას, იმიტომ რომ არავითარი ამის გარსი არ იგრძნებოდა. ეს არის ივლისის თვე, კარგად მახსოვს მე რამდენიმე პოეტის მოსვლა ჩემთან. მაგალითად 22-23 აგვისტოს გავუგზავნა გენერალურ პროკურორს ვახტანგ რაზმაძეს, ვახტანგ გოგუაძემ წერილი, რომელშიც ჩაუშესკუს ადარებს ზვიად გამსახურდიას და მის მეუღლეს. და ეს მაშინ ჯერ კიდევ არ არის ისე დრამატიზებული სიტუაცია, რომ თვითონ პრეზიდენტსაც გაუკვირდა თუ რა იყო ასეთი მიზანი. მოგახსენებათ, ნიკოლა ჩაუშესკუ რუმინეთის კომუნისტური მოძრაობის ლიდერი გახლდათ 1978-99 წლებში, რომელიც დიქტატორული რეჟიმისათვის საკუთარმა ხალხმა მოღალატედ შერაცხა და სასტიკი განაჩენი გამოუტანა. ის და მისი მეუღლე ელენა დახვრიტეს. იმდროინდელი ოპოზიცია მთავრობის სახლის წინ გამართულ მარათონულ მიტინგებზე ზვიად გამსახურდიას მისამართი სწორედ ასეთი პიროვნების სახელს განდირებდა. სინამდვილეში კი პრეზიდენტ გამსახურდიასა და ჩაუშესკუს შორის არათუ რაიმე ხელშესახები ოდნავი მსგავსებაც არ ყოფილა. ჯერ მხოლოდ ზვიად გამსახურდიას დისიდენტური წარსულის გამო. შემდეგ კი ჩაუშესკუსაგან განსხვავებით მას ხალხში უამრავი გულწრფელი მხარდამჭერი ჰყავდა და არა მხოლოდ იდეური, არამედ ისეთებიც, რომლის ტყვიაზეც კი მიდიოდნენ. და ასევე არა მხოლოდ მისი პრეზიდენტობის, არამედ განდევნის შემდეგაც. ეს ნიშანდობლივი ფაქტია, რადგან ადამიანებს პრეზიდენტთა მხარდაჭერა მხოლოდ მათი პოსტზე ყოფნისას შვევიათ. ზვიად შევარდნაძის დამხობის შემდეგ ერთი მიტინგი წარდგამართულა მის დასაცავად და ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერდა მიტინგები იხვრიტებოდა, ცემდნენ, იჭერდნენ, მაგრამ ხალხი მაინც წლების მანძილზე მას ხარს უჭერდა და ასეთი კაცის მოშორება იყო რუსეთის მიზანი. ზვიადი რომ დარჩენილი იყო ხელისუფლებაში, რუსეთი მას უფრო მეც დაუთმობდა ვიდრე ედუარდ შევარდნაძეს. იმიტომ რომ ზვიადი მოდიოდა დისიდენტური მოძრაობიდან და შევარდნაძე კიდე მათი გამოზრდილი და მათი გამოყვანილი იყო. უბრალო ხალხის გარდა უკვე ყველასათვის საკმაოდ ცნობიერი მართვადი ქაოსის პირობებში პოლიტიკურ წრეებში ვითარების განმუხტვის მიზნით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების იდეა გაჩნდა, რომელიც როგორც ხელისუფლებამ, ისე გარე ოპოზიციამ გაიზიარა. ვერა მიდავსა ბატონო ზვიად, ეს შეიძლება არ მოგეწონოთ, დეპუტატებო, შეიძლება თქვენ მე კრემლის აგენტათაც რომელიც მომნაცვლოთ, მაგრამ მე ერთ რამეს გეტყვით, ამ პარლამენტის ბატონო ზვიად თქვენ შორს ვერ წახვალთ. ეს პარლამენტი შესაძლებელია ბატონო ზვიად. პარლამენტი საჭიროა თქვენი მოქმედებების გასაწონასწორებლად, რასაც ეხლა არ იგრძნობა პარლამენტში. აი მე მოგიწოდებთ ამას, რომ ეს იქნება ნახევარ წელიწადში თუ ერთ წელიწადში პარლამენტი უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება რომ პარლამენტი არ შეიძლება პარლამენტი იყოს პარლამენტი, როდესაც ის ელოდება გადაწყვეტილების მიღებისას, როდესაც თქვენ წვანება რაც ამ ბატონი აკაკი. 91 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების იდეაც ამოვაყენეთ, ხო? აი, უნდა დაგვენიშნა და იმაში თუ ვინც არ მიიღებდა მონაწილეობას, ის გამოვიდა მართლა უკვე პირშავი ქვეყნის ისტორიის და მოსახლეობის წინაშე იმ მომენტში, არა? ეს არის 91 წლის 16 სექტემბერი ჩვენ გამოვაქვეყნეთ განცხადება, რიგგარეშე უკვე კრიზისი იყო და რიგგარეშე საპარლამენტო კონტრადიციონალისტები. ტრადიციონალისტებმა გვამაგდენ სამწუხაროდ ხარი არ აგვიბეს. ხელისუფლებაში ვიყავით და გამოსავალი ეს იყო და შემდგომ მოვლენებმა დაადასტურა რომ ჩვენ ნაკლები ვიყავით. ბატონო ზვიადმა გაიზიარა, მე გადავათქმევინე, ეს ხო არ არის დასამალი, დილით ვისაუბრეთ ამაზე. საღამო იყო 16 ჩვენ ეს განცხადება გავაკეთეთ, ზვიადთან საღამოს ვისაუბრეთ, დილით ვისაუბრეთ, მას ჭკუაში დაუჯდა ესა.
ჩვენ მოვიგებდით იმ არჩევნებსაც რათა შორის თავისუფლად და საკმაოდ სერიოზული შედეგით. სამწუხაროდ მე აღმოჩნდა ადამიანები, რომლებიც მე ახლა იდვალებდით ზვიადის ტობას და რაღაცას, რომელთაც თავიანთი პოსტები მდგომარეობა დაემინათ. ისინი ვერ გახდებოდნენ ალბათ მინისტრები და კომისიების თავმჯდომარეები. დიდი ნაწილი მათგან ვერ გახდებოდა ალბათ. და მათ სწორად ესმოდა და აი ეს ამჯობინეს ვითომ ზვიადის ერთგულები და ვუთხარი კიდეც მაშინ. თქვენ სიმამდვილეში ზვიადს კი არ ერთგულობთ, ხო? ერთგულობთ თქვენს კამსაც დაკარგავთ, თავისუფლებასაც და კიდევ ბევრი და მრავალთავარი ქვეყანას და ამ კაც დაღუპავთ მეთქი. სროლა რუსთაველზე დაიწყო იმიტომ, რომ მათ იცოდნენ, რომ ჩვენ არჩევნებს ნიშნავდით. და ის იცოდნენ, არჩევნების დანიშვნა არ ნიშნავს იმას, რომ შენ მონაწილეობას აღარ მიიღებ არჩევნებში. და თუ მართლა მოიცნიდან ცოტა ხანს, თუ საქართველო გახდებოდა საერთაშორისო სამართალ სუბიექტი და მსოფლიოს მიერ აღიარებული, ანუ მრგვალი მაგიდის მთავარი დაპირება შესრულდებოდა. შემდეგ არჩევნებში ვინ გაიმარჯვებდა, ეს მათთვის ნათელი იყო. მით უმეტეს აი ამ პროგრესირებადი და მატებადი რეიტინგის მიხედვით. ამიტომ საჭირო იყო იარაღი. 2 სექტემბრის შემდეგ გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ სრულიად საქართველოს პოლიტიკური სპექტრი აღსდგა. ამ პერიოდში უკვე დღის სინათლეზე აქტიურად გამოჩნდა 90-იანი წლების ნამდვილი ედუარდ შევარდნაძის ფენომენი. თუმცა ზვიად გამსახურდიას შემცვლელად მას საზოგადოება ჯერ კიდევ არ მოიაზრებდა. ვერ გავიგე რა. შევარდნაძეს რო ახსენე შეძლებდი თემი არა. როგორ ეკადრებოდ რა არის ვერ გავიგე. ოქტომბრის თვეში ქართულ საზოგადოებისთვის რომ გეთქვათ, რომ შევარდნაძე შეიძლება ჩამოვიდეს საქართველოსშიო, ამას შეხვდებოდა ძალიან დიდი წინააღმდეგობა. ესე იგი, რაღაც უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ შევარდნაძე შეძლებოდა საქართველოსში ჩამოსვლა და ეს რაღაცა, მაშინ რა თქმა უნდა, ამაზე გაფიქრებაც კი ასე ვთქვათ, საშინელი იყო, მაგრამ დღეს მომხდარი ფაქტია, ეს რაღაცა მხოლოდ იყო ეგრეთ წოდებული სისხლიანი დაპირისპირების ორგანიზება და შესაბამისად იმ სამოქალაქო ომის ინსპირირება, რომელიც თავისი არსით არ იყო სამოქალაქო ომი. თავისი არსით არ იყო სამოქალაქო ომი, ეს იყო პრაქტიკულად რუსეთიდან ინსპირირებული სამხედრო მოქმედებები, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართულიყო ამ საქმეში, იმისათვის რომ საქართველოს პოლიტიკური კურსი თვით ლიკვიდაცია ყოფილიყო გარანტირებული. და აი ამ საქმეში უკვე შევარდნაძე, ელცინი, სხვები და სხვები საქართველოში არსებული ხელისუფლებაში მყოფი თუ ოპოზიციაში მყოფი ძალები იყო უკვე ერთიანი და ჩვენ ვერ შევძელით სამწუხაროდ ამ ტალღის შეჩერება. 2 სექტემბრის შემდეგ ერთ მუშტად შეკრულ ანტისახელისუფლებო ბანაკთან გაერთიანდა იქამდე ტელევიზიის თავმჯდომარის პოსტზე არასასურველი კანდიდატურის დანიშვნითა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემათა დახურვით უკმაყოფილო ჟურნალისტური ელიტა. საკმაოდ გავლენიანი და ასევე სახიფათო ფენა, რომლის ნაწილიც ანტისახელისუფლებო ბრძოლაში ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად იქცა. ზვიად გამსახურდიას რომ არ დაეშვა ეს შესვლა და მართლაც მიეშვა ეს ჟურნალისტები და ტელევიზია, აბსოლუტური უმრავლესობა ზვიად გამსახურდიას მხარეს დადგებოდა. იმიტომ ზვიად გამსახურდია იყო ზნეობრივი პიროვნება. მას ვერავინ ვერ წამოაძახებდა იმას, რომ რაღაცა მოიპარა და სახლში წაიღო. მას ვერავინ ვერ წამოაძახებდა იმას, რომ რაღაცა ადამიანურ ვნებებს და ცდუნებებს აყვა და ასე შემდეგ. ზვიად გამსახურდია იყო მართლა ის გზა გამოვლილი კაცი, რომელიც საქართველოს ხელში აიყვანა და ასე ვთქვათ, პირველი კაცის ტიტული უბოძა, ხო? ამ დროს არც ერთი ჟურნალისტი არ იქნება შენი მოწინააღმდეგე, იმიტომ რომ შენში ვერაფერს ვერ აღმოაჩენენ, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. ვიმეორებ შეცდომები იყო ორივე მხრიდან, მაგრამ ერთი რამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა გამხდარიყო მთელი საქართველოსთვის მაშინ, ეს იყო ყველაფრის დამორჩილება
ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის. ესე მანდ იყო ერთი შესწავლა, მე შეიძლება მართლა ბოლოვანი ყოფილიყო საკამათო და ყველამის რომ მე სახტაცებული არ ვიყავ ტელევიზიის მმართველობით მაშინდელად. და არც მმართველი იმდროინდელი მმართველისთვის დავიმალავს ეს, მაგრამ იცი რა, აქ იყო შეცდომა კოლექტივის რა. მე მეცმევედი და თემურს რატომ თემური მოვიდა მხარი დაუჭირა კოლექტივს, მაგრამ საყიდურების შეხვდა ხელმძღვანელობაში და შეიძლება თქვა ექიმ შენი რაღაცნაირად მოაგვარო ეს ყველაფერი. და მე მიმეშალა მოკუმ ხალხს უფლება აქვს ადამიანებს რა თქმა უნდა გამოხატონ პროტესტი. ოღონდ თხოვე რა ჯერ მოვიდეს კაცი რა. აი ჩვენ ვიცით ვინ არის, ეგ არის თვლება რა. და იქნება როგორია ადამიანები როგორ იცვლებიან თანამდებობაზე. ზოგი ვერასობისგან მე ვთხარი იცით რა მოვიდეს და თუ თქვენ ჩაათვლიდა მართლა ასე იქნება მე პირველი ვიქნები როგორც თემო კორიძე ისევე მეც თქვენი სოლიდარული გავხდეთ მაგრამ ესეთი დამოკიდებულება რომ კაცი ინიშნება და არ გაბედო მისი დანიშვნა სანამ არჩევითი არ არის პოსტი ელემენტარულად არასწორია ყველა თვალსაზრისით. ნუ მეც ძალიან ცუდი ბიჭად ჩამთვალეს მაშინ და მე კი მგონია რომ ძალიან ცუდი ბიჭები და გოგოები იყვნენ თვითონ. იმიტომ რომ მე ბევრი ცუდი რამე მოხდა და კიდევ დამჯერები არ მინახავს. ძლიერ გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული სტუდენტი ახალგაზრდობის ერთი ნაწილი. ჩვენ მთავრობის გასაგრძელის შეკრებილი სტუდენტ ახალგაზრდობა მოგმართავს თქვენ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ბატონ ძლიერ გამსახურდიას, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ აკაკი ასათიანს, უზენაესი საბჭოს ყველა წევრს განიხილოთ და პასუხი გავცეთ ჩვენ მოთხოვნებზე. პირველი, დღესვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ტელევიზიით და რადიოთი საშუალება მიეცეთ სტუდენტთა და ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართოს საქართველოს მოსახლეობას. მეორე, სავდებით გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. მესამე, შეწყდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოსახლეობის დეзინფორმაცია, ცილისწამებლური კამპანია, რომელიც აღვივებს შუქს და ქმნის მასობრივი ისტერიას. თორთ სესიის დამთავრებისთანავე აქციის მონაწილე სტუდენტობას შეხვდნენ და ჩვენ მოთხოვნებზე პასუხი გავცეთ ბატონ ძლიერ გამსახურდიამ და ბატონმა აკაკი ასათიანმა. ბატონო აკაკი, ჩვენ ვართ სტუდენტები, ყველა უმაღლესი სასწავლებლების დელეგაციები. ჩვენ არ წარმოვადგენთ არცერთ პოლიტიკურ ძალას. ჩვენ ამოვდივართ იმ პრინციპიდან, რომ ეს იქნება ოპოზიციონერი თუ მთავრობის წარმომადგენელი, ყველა ქართველი. ესე დროს არ შეიძლება განხეთქილება და სისხლის ზღვა. ისედაც ბევრი სისხლი დაიღვარა საქართველოში. ჩვენი მოთხოვნები ასეთია. ჩვენ სტუდენტები გამოვდივართ ეროვნული თანხმობის მოთხოვნით. ჩვენი მოთხოვნები არის შეწყდეს დეзинფორმაცია, შეწყდეს პიროვნებათა დისკრედიტაცია და შეწყდეს რეპრესიები და სიმართლე ითქვას უზენაეს საბჭოს ტრიბუნიდან. ჩვენ აღარ შეიძლება ესე გაგრძელდეს საქართველოში. ჩვენ ვართ თანხმობის, მშვიდობის, სიყვარულის ურთიერთგაგების მომხრე. ეხლა მე ერთი რამე შემიძლია ეს ყველაფერი გასაგებია მე ვთქვი რომ მისაღები და სწორია თქვენი პოზიცია. არ ვიცი ეხლა მე ბევრ რამეს ეთახმები რასაც ხდება. ბევრი რომ შეიძლება საკამათო იყოს და ფორმად ვერ მოიწონოს ორივე მხრიდან სხვადასხვა არა მართალი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი პოლიტიკურ ორთაბრძოლათა ცენტრს წარმოადგენდა. ძალიან სწორ გაითვალისწინეთ, რომ ეს არის უნივერსიტეტი, მე არ მიტყინოს არავინ, ცოტა აღერვებული ვარ და ვიტყვი, რომ ნუ შევეჩვიეთ იმას, რომ ხალხი გავხადოთ დეგენერატებად და ვესაუბროთ როგორც დეგენერატებს. აქ ხედავთ რომ ადამიანები რომელთაც მომავალი საქართველო უნდა იყვნენ და ჩვენ მომავალზეა ლაპარაკი. როდესაც გარეთ უკვე დაწაბული სიტუაცია, სტუდენტების წარმომადგენლები მოვიდნენ ჩემთან და მთხოვეს, რომ ზუსტად გვინდა ცოტა აღგზნებულები იყვნენ, ძალიან ისე გაბრაზებული და საუბრობდნენ, რომ აი შეგხვდეს და მაგის რაღაც. ნუ მე ვიყავი პრეზიდენტთან, თხოვეს და მე შევთანხმდი ამ სტუდენტებს, რომ ახლა ხომ მიგიღებთ თქვა 200 კაცს და 300-ს. თვითონ ინსტიტუტიდან თქვენ თვითონ აი ვინც ახართ, შეაგროვეთ რაღაც დელეგაცია და თითო კაცი შეგახვედრებთ. ამიტომ ზუსტად გამსახურდიასთან პრეზიდენტის ხმოვათა დარბაზში, აი დღეს ბიუროს
სხვადასხვა დარბაზი რომ ქვია. ზოგ გამსახურდია შემოვიდა სულ ყველას მოეფერა, აი მამარო შულებს მოეფერება. არა უბრალოდ ტონით. მაგრამ ფიზიკურად აი ყველას თავზე ხელი გადაუსვა და ყველას აუხსნა შულებს საბჭოთა კავშირი ცოტა ხანში აღარ იქნება. იანვარში ჩვენ გვცნობს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა, თებერვალში ვხდებით გაეროს წევრები. აი მაცადეთ მივიყვანოთ ეს ბრძოლა დამოუკიდებლობა ბოლომდე და მე გადავდგები. ეს უთხრა ამ შეხვედრაზე. სხვაგან ოფიციალურად მისგან გადადგომის განცხადება მე არ მომისმენია. პოლიტიკურ ნიადაგზე ორად გახლეჩილი ერთმანეთის სიძულვილითა და ბოღმით ახსავსე ადამიანთა შერიგების მიზნით სექტემბრის ბოლოს პროფესიით ექიმმა გია აბესაძემ ისტორიაში უპრეცედენტო საქციელი ჩაიდინა. ახალგაზრდა კაცმა ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. ცელებურება მე ადვილია საკუთარი შეცდომის შემჩნევაც და სხვა ომში ბრძენი არისო მოგეხსენებათ. ახლა 20 წლის შემდეგ ჩვენ ამშიელებ ადვილია, მაგრამ იმ დროს გაურკვეველი სიტუაცია იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირში, აი გორბაჩოვი რას აკეთებს, ელცინი რას აკეთებს, რა პოზიცია უკავია ამერიკას, იშლება საბჭოთა კავშირი და ჩვენ არ ვიცით როგორ მივიქცეთ, რა გავაკეთოთ, ვისთან დავდგეთ, მარტო ვიქნებით ამერიკასთან ვიქნებით, ისევ რუსეთთან. ეს ძალიან ძლიერი გადასაწყვეტი იყო. მით უმეტეს, როდესაც ზვიად გამსახურდია სამწუხაროდ მთელი პოლიტიკური სპექტრი ედევებოდა მხოლოდ ხელისუფლებას. უნდათ მხოლოდ მისი დამხობა და არა სიტუაციის ნორმალიზება და ქვეყნის მართალი კურსით წასვლა. საქართველოს დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო, ეს ყველასათვის ნათელი იყო, მაგრამ როგორ მივიღწია, აი მართვის ხელოვნება სად და განავლენილიყო. ეს ძალიან ძნელია. ახლა 20 წლის შემდეგაც კი ძნელია, რეცეპტები არ არსებობს. ჩვენ ხო არ ვიცით იმ დროს კრემლი რას აპირებდა, ან ამერიკა საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა და ესეთ ან ღრუე ვითარებაში პლუს დამატებული ოპოზიციის ამგვარი ძალაუფლების წყურვილი და ზვიად გამსახურდიას დამხობისკენ მისწრაფება კიდევ უფრო აბუნდოვანებდა და ძიმე სიტუაციას ფლობდა ჩვენ საზოგადოებაში. 1991 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერმა ირაკლი წერეთელმა რუსთაველის პროსპექტი ჯართის გროვით ჩაახერგვინა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია შედარებით ესთეთი აღმოჩნდა და ბეტონის ფილების სიმეტრიული კონსტრუქცია აღმართა. 1991 სექტემბერში მოწყობილ ცალკეულ მიტინგებს მოჰყვა რა სერიოზული საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევები. ამ ფაქტების გამო აღიძრა სისხლისამართლის საქმეები, მათ შორის 11 სექტემბერს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინის წინ ბეტონის სამშენებლო ფილების რუსთაველის პროსპექტის ჩახერგვის გამო სისხლისამართლის პასუხისმგებაში იქნა მიცემული ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერი გიორგი ოქარიძე ჭანტურია. ასე გაიყო ფანატიკური სიძულვილით გამსჭვალული ქალაქი, თუმცა ქუჩას ჯერ კიდევ პოლიტიკური ოპოზიცია აკონტროლებდა. მე როგორც მონაწილე ამ ამებისა უბრალოდ ვიზუალურად ხედავდი ამას, როდესაც 2 სექტემბრამდე ჩვენ მარტო ვიყავით ქუჩაში. 2 სექტემბრამდე ჩვენ როგორც პოლიტიკური ოპოზიცია საუბრობდით რეფორმებზე, პოლიტიკურ გზებზე, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საშუალებებზე და ასე შემდეგ და უცებ 3-ში, 4-ში ქუჩაში აღმოჩნდა ის ადამიანები, რომლებიც 2 დღის წინ ჩვენ გვარბევდა, ჩვენ გვიჭერდა, ჩვენ გვეწინააღმდეგებოდა, სხვადასხვა ეს ადამიანები აღმოჩნდნენ ქუჩაში და შეუძლებელია, რომ ეს ხალხი რაიმე, ასე ვთქვათ, მითითების გარეშე ერთბაშად და ერთდროულად აღმოჩენილიყვნენ ქუჩაში. თვითონ მათგანს თავისმა პატრონმა დაურეკა და უთხრა, დროა გახვიდეთ ქუჩაში. არ შეიძლება ქუჩაში ინიციატივა კონდეს დამოუკიდებელ არავისგან კონტროლირებულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩაგვიშლის ამ თამაშს და შესაბამისად ჭანტურია, გიორგაძე და მრავალი სხვა ადამიანი, რომელსაც შეეძლო მოსკოვის ეს თამაშები ჩაეშალა, უცებ აღმოჩნდით სრულყოფილი დაპატიმრებული. ერთი კაცი მოვიდა კაბინეტს. ერთი კაცი მოვიდა.
გაგვარდა ინფორმაცია გაგვიწევს. ესაც რომელი ერთი კაცი. ჩვენ დაასახა. აბა უკან ჩვენ გინდოდა დარწმუნება იმაში, ეს იყო დამოუკიდებელი თამაში, ეს იყო დამოუკიდებელი ნაბიჯები, გაცნობიერებული, სახელმწიფოებრივი, თუ ეს იყო შეკვეთის შესრულება. რომ რამ განაპირობა, რა იყო მთავარი განხეთქილებისა ხელისუფლების შიგნით. აი როგორ აღმოჩნდა, რომ მანამდე მთელი ხელისუფლება ერთიანად შეკრული იბრძოდა ოპოზიციის წინააღმდეგ და ამაყობდა თავისი ერთიანობით და უცებ ერთ დღეს აი რაღაც ხელის ერთია დირიჟორის ჯოხის ერთი აქნევით უცებ ეს ადამიანები აღმოჩნდნენ სხვადასხვა ბანაკში ერთმანეთთან უკვე იარაღით დაპირისპირებული. სამწუხაროდ იმ დინამიურ დროში ჩვენ ამომწურავი პასუხები და დამაჯერებელი პასუხები რომ ეს პოლიტიკური თქვათ გადაწყვეტილება იყო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ჩვენ ამაში სამწუხაროდ ვერ დავწმუნდით. განსაკუთრებულ დაძაბულობას აძლევდა სიტუაციას თბილისში ის რომ რკონიდან თელეთში გადაინაცვლა გვარდიის ნაწილებმა აი ამ დღეებში სწორედ 2 სექტემბრის შემდეგ პერიოდში მე თანდათან ასუსტებდა ხელისუფლებას და ბუნებრივია რომ წინააღმდეგობას აძლიერებდა ის რომ თითქმის ყოველდღიურად თითო ორი წამყვანი პოლიტიკური ფიგურა წამყვან პოლიტიკურ ფიგურაში მოგულისხმობ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს გადმოდიოდნენ ოპოზიციის მხარეს ან უპირისპირდებოდნენ ზოგადად გამსახურდიას და ეს არის ძალიან ძიმე დარტყმის სახით უშუალოდ უბრუნდებოდა შემიძლია ესეთი რაღაცას თქვა გამსახურდიას თითოეულის გადმოსვლა ოპოზიციაში. ხალხის შვიდობიან მანიფესტაციას მოგვეცი სიტყვის უფლება აქცია აბსოლუტურად შვიდობიანია ნუ დადაბალ ურთიერთობას გამოვიდეს პრეზიდენტი და გიაპარეკრობაში ჩაებას იმართოს ხალხს. ექს-პრემიერი თენგი სიგუა მალე ანტისახელისუფლებო მოძრაობის ძირითადი და ყველაზე ანტაგონისტურად განწყობილ ფიგურად იქცა. ცხადია, თანამდებობათა დატოვების შემდეგ გამსახურდიას გუნდის ცალკეულ წევრთა შელახულმა თავმოყარეობამ და პირადმა ამბიციამ არა მხოლოდ ოპოზიციურად, არამედ გამსახურდიასადმი ფანატიკური სიძულვილით გამშრალულ ძალებს ახალი სისხლი გადაუსხა. თუმცა 90-იანი წლების ტრაგიკული მოვლენების შეფასებისას ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რომელიც ისევ და ისევ ძალაუფლების და პოლიტიკურ ტექნოლოგიებს ეხება. რატომ მოიშორა პრეზიდენტმა მისი გუნდის წამყვანი ფიგურები სწორედ მაშინ, როდესაც ისინი გარეთ შესაძლოა გაცილებით ქმედითნი და საშიშნი ყოფილიყვნენ. როდესაც იმდროინდელ პოლიტიკაზეა საუბარი, რასაც სუფთა პოლიტიკა ქვია ამისთვის თითქმის პატარა დრო რჩებოდა, როგორც შიდა პოლიტიკისთვის, სახელმწიფო მოწყობისთვის, ვინაიდან ფაქტიურად ეს იყო არა პოლიტიკა, არამედ ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, რომელიც დღესაც გრძელდება, ასე ვთქვათ, და ავტორი ყველა შიდა არეულობის იყო თუ როგორც ეგრეთ წოდებული ეთნოკონფლიქტებისა, იყო ერთი და იგივე. ანუ ჩვენ გვინდოდა ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, მაგრამ ალბათ ყველასათვის ადვილი გასაგებია, რომ ჩვენი თავისუფლება არ უნდოდა იმას, ვისგანაც თავისუფლდებოდით. რამაც გამოიწვია მთელი ეს პროცესები და ეს პოლიტიკური ტექნოლოგიები, იცით, ხშირად ჩვენ ბრალს გვიყენებენ, რომ თქვენ არ გქონდათ სახელმწიფოს მართვის გამოცდილება. მინდა ყველაფერთ უპასუხო, რომ ჩვენ სახელმწიფო მართვის გამოცდილება კი არა. ჩვენ სახელმწიფო არ გქონდა საუკუნეების მანძილზე. და ეს ის ბრალდებაა დაახლოებით დავით აღმაშენებელს რო უთხრა მანქანის მართვის უფლება რატომ არ გქონდა. და ვისაც გქონდა გამოცდილება და ვინც ჩვენ შემდეგ მოვიდა. მათის გამოცდილება ჰქონდათ, რომელიც მტერს და არის. ის რომ ყველა მიწის ვინ განათავისუფლა საქართველოს, ეს არის ზოგადად გამსახურდია და არავინ არ იცის ვინ განათავისუფლა ესტონეთი, ანუ ესე იგი ესტონელ ხალხს განთავისუფლებია, თუ ერთი კაცი იცი ვინ განათავისუფლა ესტონეთი, მე არ ვიცი. არც ესტონელებმა არ იციან. ერთი კაცი რო გითხრა, ან სამი კაცი, აი ამ ერთმა ან სამმა კაცმა განათავისუფლა ესტონეთიო,
ასეთი არ არსებობს. ეს ღირსებაა გამსახურდი, ეს უნდა ჩვენი ნაკლია, ჩვენი საზოგადოების. და ღირსებაა ესტონეთის ყველა ადამიანებისაც და ესტონეთისაც. მათ არ აყავთ განმათავისუფლებელი, არც ესტონელებს, არც ბალტიისპირელებს. მათ შორის ყველაზე სამხრეთელი ხალხია ცოტა განსხვავებული მენტალობით ლიტველები და იქ შეიძლება ვიღაცამ გითხრას, რომ აი ბრაზაუსკას ლანდსბერგისმა, მაგრამ ურთიერთ თამაშით. პოლიტიკა ისეთი სფეროა, შეიძლება ჩვენ ბევრი ვიკამათოთ, კონდეს სხვადასხვა შეხედულებები ნებისმიერ დარგზე, სფეროზე, სხვადასხვა ქვეყნებთან, თქვა საგარეოში როგორი ურთიერთობები კონდეს. გარკვეულ ცოდნასაც მოითხოვს ალბათ რაღაც გამოცდილებასაც, მაგრამ არავითარ ცოდნას და გამოცდილებას არ მოითხოვს ჩემის აზრით იმის ცოდნა, თუ ომის დროს საით უნდა ისროლა. და როდესაც დღესაც ეს მიმართულება ეშლებათ, ეს არის ყველაზე მთავარი დანაშაული, ისე როგორც მაშინ. 1991 წლის შემოდგომაზე, როდესაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა და კრემლიც საკუთარ ძლევამოსილებას თანდათან კარგავდა, ჩვეული ენთუზიაზმით მუშაობდა ერთი გავლენიანი იმპერიული სპეცსამსახური, ეგრეთ წოდებული გრუ, იგივე სამხედრო დაზვერვა, რომლის ხელშიც საქართველოს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო, პატრიოტული თუ მოღალატეობრივი შეიარაღებული ძალები და მათთან ერთად მთელი ქვეყანა პრიმიტიულ სათამაშოდ იქცა.